სამედიცინო ტურიზმის რუბრიკას წარმოგიდგენთ მედიკალ პარკის კლინიკების ქსელი 26 მულტიპროფილური კლინიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თიკა, აბა რა იცი პარკინსონის დაავადების შესახებ? ვიცი რაღაცები, შეიძლება ბევრი არა, მაგრამ ვიცი რომ უკავშირდება ტრემორს, ესე ვთქვათ, კანკალს, კიდურების, არის პროგრესირებადი დაავადება და შეიძლება ლოგინად ჩავარდნის, ესე ვთქვათ, გზასაც კი დააყენოს სამწუხაროდ ადამიანი. ვიცი რომ საკმაოდ რთული დაავადება. ეს ტრემორი უკვე ესეთი თვალსაჩინო კლინიკური გამოვლინება, თუმცა სულ პირველი ნიშანი, ანუ ეს არის აი სიარულის დროს, ანუ ნორმალურად ჩვენი მხრებიც ხომ მოძრაობს. ხო, ანუ ნაბიჯს რო დგავთ, ანუ ხელიც მიყვება, ხო? ეს ჩერდება. ხელები აღარ მიყვება? ხო, ხრის სახსრებში აღარ არის, ანუ აღარ მიყვება, ანუ ფეხის მოძრაობას. ანუ მოტორიკასთან არის დაკავშირებული და ამას ავხსნით მე ნამდვილად. ასევე ადრეულ ეტაპზე თიკა ამას ერთვის რთულად შესამჩნევი კანკალი. რთულად შესამჩნევი? კი, აი ძალიან ისე შეიძლება ვერ შეამჩნიოს ადამიანმა. ერთი თითიც კი ერთხელში, ხო. ცერათითი. და როგორც კი დავალებას ასრულებს, რაიმე აღება ან რაღაცა, ეგრევე მცირდება კანკალი. ხოლო ემოციური სტრესის გავლენით იგი ძლიერდება. როგორც ჩვენ აღნიშნეთ, იქ ანუ პროგრესირებადი დაავადება სამწუხაროდ და სიმპტომები სულ მატულობს და რთულდება რა. ნუ პირველი ეს სიმპტომი რაღაც ცვლილებებიც კი. ხო, პირველი სიმპტომი, რაც თქვით, ეს არის კანკალი. ასევე ჰიპოდინამია, ანუ მოძრაობის შენელება, წონასწორების დაკარგვა, ასევე სხეულის, ანუ სწორ პოზიციაში ჯდომა ვერტიკალური და ასე შემდეგ ეს უჭირთ. ანუ მიმიკური სახის კუნთების სპეციფიური სახე, რაც ჰიპოკრატის სახეს ეძახიან, ანუ აი გაყინული მიმიკა არის, ცხვირესი წვეტიანივით ხდება, ეს თვალბუდები ოდნავ ჩავარდნილია. ცვლილებები ასევე მეტყველებაში და ანუ წერის მანერის შეცვლა, იმიტომ რომ ნუ ტრემორის გამო უჭირთ წერა. ამას შეიძლება კიდე ზემოდან დაერთოს უკვე ანუ შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევები, ანუ ემოციური ნაწილი ფიზიკურის გარდა. მიზეზი არ ვიცი მე რა არის ამის მიზეზი. აი, მოდი ვნახოთ ანიმაციაზე. ძალიან მარტივად. მოვდივარ მეც. ძალიან მარტივად რო ავხსნათ, ანუ ჩვენ თავის ტვინის აი ქერქი რაც არის, აი რუხი ნივთიერება. რუხი ნივთიერება, რომელზეც საუბრობდით გადაცემამდე. იქიდან მუდმივად მოდის დენი, იმპულსები. ეს დენი უნდა რამდენადაც უნდა გაიფილტროს, ხო? ანუ ჩვენ დავუშვათ კომფორტულად ახლა რო დგავართ, ჩვენი ტვინის ეს ბაზალური განგლიები, ანუ იმ ჩვენაც გვინდა, ანუ იმ დენს გაატარებს, რითიც ჩვენი კუნთები აი ამ რაც ჩვენ გჭირდება. გავარ და ცოტა მჭირდება. და რა ქვია ეს შავი ნივთიერება, სადაც გვაქვს დოპამინის, ეს არის დოპამინი არის აი დამბლოკავი, ანუ იქიდან წამოსული დენის. და ეს ნეირონები დროთა განმავლობაში კვდებიან, შესაბამისად ეს იმპულსი თავის ტვინიდან წამოსული მაინც აღწევს და ჩვენთვის არასასურველ დოპამინი აღარ არის? ხო, დოპამინი არ არის, ეს ნეირონები აღარ არის, ის ნეირონები არ არის, რომელიც იმ დოპამინს გამომუშავებს და შესაბამისად მარტივად რო თქვა, დენი სულ მოდის და ანუ უნებლიე ჩვენთვის არასასურველი, ანუ თვითონვე აკეთებინებს ადამიანს. ეს მექანიზმი გაიგება, რატო ხდება? რეალურად დაავადებას რა იწვევს, ჯერჯერობით არ ვიცით. რაღა ჯერჯერობით, როგორ ვითარდება სამედიცინო სფერო? თიკა, პარკინსონის განკურნება სამწუხაროდ პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა არსებობს მკურნალობის მეთოდები, რომელთაც შეუძლიათ ამ დაავადების სიმპტომების კონტროლი. პირველ ეტაპზე იწყება მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა ანუ ეს ამსუბუქებს კლინიკურ სიმპტომებს, მაგრამ ის ნეირონების რაოდენობა მაინც კვდება. ანუ ხელოვნური სტიმულაცია დოპამინი? ხო, ხელოვნური დოპამინი. თუმცა თუ სიმპტომები მაინც ძლიერდება, ექიმი პაციენტს თავაზობს ქირურგიულ ოპერაციას, ანუ ქირურგიულად შეიძლება ამ პრობლემის. ხო, და ანუ ქირურგიული ოპერაცია ანუ ვერ განკურნავს პაციენტს, ანუ კეთდება ზედმეტად გვიან სტადიაზე, რაც აუმჯობესებს მათ სიმპტომებს და ანუ აი ტრემორის შემცირებას და ასე შემდეგ. ვახსენოთ ოპერაცია როგორც ერთ-ერთი გამოსავალი და ჩვენ გვყავს ადამიანი, ყოფილი პაციენტი, ასე ვიტყოდი, რომელიც გაგვიზიარებს თავის ისტორიას ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ და მე ჩვენც გავიგოთ როგორ და რანაირად ხდება ეს ყველაფერი. მე ვარ დანელი ოზურაბი, ვაკიფოთიდან ვარ მეზღვაური. გებზე მუშაობის დროს მივიღე ტრამვა, რომელიც რამოდენიმე ხნის შემდეგ გადამივიდა პარკინსონის საავადმყოფოში. რომ მუშაობდი, ჩაფხოდი გადამივარდა და ნუს მივარტყი თავი. ორი კვირა საავადმყოფოში ვიწექი. თავის ტვინის შერყევა მივიღე.
ერთი 2 წლის განმავლობაში უფრო პროგრესირდებოდა ეს ავადმყოფობა და უფრო ძლიერდებოდა. უკვე სახსახებდი, კანკალებდი, ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილას. დაავადება უფრო პროგრესირდებოდა, უფრო ცუდად ხდებოდი და მირჩიენ სტამბულში მედიკალ პარკში წასვლა. სტამბულში რო ჩავედი, ექიმას საიდმა გამიკეთა ანალიზები, საღამოს დაგეგმენ ოპერაცია. გამიკეთენ თავის ოპერაცია, სადაც არ ვიცი, რაღაც ჩამიმონტაჟენ რა სხეულში ახაც და დავში. ოპერაცია დამთავრდა ნორმალურად. ისე გაკეთეს ოპერაცია, არც ტყიბნეული იყო, არაფერი არ მივზია და სტამბულში რომ ჩავედი ოპერაციამდე, ეს ხელფეხი ძალიან მიგანგალებდა. ოპერაცია რო გავიკეთე, 90% ჩემი ავადმყოფობის გაიწოლა. 28 დღე ვიყავი რეაბილიტაციაზე, გავიარე რეაბილიტაცია, მე 3 ჯერ ჩავედი ყოველ საფრთხეში და ყველაფერი ნორმალურად ხდება. ნახეთ ჩვენ ეს ამბავი და რაღაცა ასეთი რთული მდგომარეობიდან ჩვეულებრივ ცხოვრებასო დაუბრუნდება ადამიანი, ეს არის მართლაც დადოქრობა. ხას ვერაფერს ვერ დავარქმე. კი, თიკა და ეს ოპერაცია ზოგადად დაავადებისგან რა თქმა უნდა არ განკურნავს პაციენტს, თუმცა წარმოიდგინე რამხელა ეს თქვა ბედნიერება მართლა რომ ადამიანს ამ სიმპტომებს უხსნის და ცხოვრობს ჩვეულებრივად. ხო, ამ ქირურგიულ ჩარევას ქვია, ანუ ტვინის ღრმა სტიმულაცია და ეს ოპერაცია ძლევს ადამიანს დამოუკიდებლად ყოფნის საშუალებას და ისეთი ქმედებების განხორციელების საშუალებას, რაც დავუშვათ ვერ აკეთებდა მანამდე ელემენტარულად რაც არის ჩვენთვის, ეს არის დავუშვათ კვება, შხაპის მიღება, წერა, ანუ გადაადგილება, მოკლედ ძალიან კარგი რაღაც. მოდი გავიცნოთ ადამიანები, ვინც დგანან ამ ამბის უკან და ვისაც შეუძლიათ ასეთი ცხოვრების შემოbrunება, ასე ვთქვათ. და დავპატიჟოთ სტუმრად მედიკალ პარკის ბიზნესის განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორის მოადგილე, ექიმი დალინე სუაშვილი და ნეიროქირურგი პროფესორი საიდ ოსტურკი. ძალიან საინტერესოა, რამდენად ხშირია პარკინსონის დაავადება და როგორია დავუშვათ მკურნალობის გზები. პარკინსონი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში. მთავარი პრობლემა დოპამინის შემცირებაა. მკურნალობას ნევროლოგები იწყებენ დოპამინის პრეპარატების დანიშვნით. დაავადების საწყის სტადიაზე, განსაკუთრებით პირველი 3-5 წლის განმავლობაში, დოპამინის პრეპარატებით მკურნალობა ძალიან ეფექტურია. 5 წლის მერე დოპამინით მკურნალობის ეფექტი სამწუხაროდ უარესდება, ამიტომ ნევროლოგს მედიკამენტის დოზის მატება უწევს. თუმცა აქ ჩნდება მეორე პრობლემა, დოპამინის მაღალი დოზის გვერდითი ეფექტი. ამ პრობლემის გამო ჩვენ ნეიროქირურგები განვიხილავთ სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციის ვერსიას და მთავარი ქირურგიული ჩარევა პარკინსონის გვიან ეტაპებზე არის ტვინის ღრმა სტიმულაციის ოპერაცია. რას ნიშნავს ან ტვინის ღრმა სტიმულაცია, ანუ ეს ქირურგიული ტექნიკა. ეს მინიმალურად ინვაზიური ნეიროქირურგიული პროცედურაა. ამ ოპერაციის დროს თავის ქალას არ ხსნით. დიდ ოპერაციას არ ვაკეთებთ, მხოლოდ 2 ნახრეთს ვაკეთებთ. განაკვეთის სიგრძე მაქსიმუმ 3 სანტიმეტრია. მთელი პროცედურა მაქსიმუმ 3 საათში სრულდება. ოპერაცია 2 ეტაპად კეთდება. პირველ სტადიაზე ტვინში ელექტროდებს ვდგამთ. ელექტროდების ჩადგმა ხდება ტვინის სამიზნე უბანში, ბაზალურ კვანტში. მეორე ეტაპი კი ნეიროსტიმულატორის ჩაყენებაა. ოპერაციის დროს პაციენტს არ ძინავს. ზოგადი ანესთეზია არ კეთდება. ამას 2 მიზეზი აქვს. პირველი, შედეგს ოპერაციის პროცესშივე ვამოწმებთ. როდესაც ტვინში ელექტროდებს ვდგამთ, ნეიროსტიმულატორს დროებით ვააქტიურებთ და ვამოწმებთ სიმპტომებს. პაციენტს არ ძინავს. ჩვენ გვესაუბრება. ხანდახან მუსიკალურ ინსტრუმენტსაც უკრავს. მოკლედ ჩვენ გვაქვს ვიდეოები, სადღაც მე მაქვს ნანახი ოპერაციისა, რომელიც დროსაც პაციენტი ან უკრავს, ან მღერის, ან რაღაცას ყვება და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ვიდეო, როგორ ხორციელდება ეს ოპერაცია და თან გვეტყვის ჩვენი ქირურგი რა ხდება. ვაკეთებთ ტვინის სტიმულაციის ოპერაციას. ეს პაციენტი 10 წლის ბიჭუნაა. მისი დიაგნოზი პარკინსონის დაავადება არ არის. აი ამ პაციენტს კი პარკინსონის დაავადება აქვს. მის შემთხვევაში მედიკამენტები აღარ იყო ეფექტური. სწორედ ამის გამო გადავწყვეტეთ ტვინის სტიმულაციის ოპერაციის ჩატარება. ოპერაციის დროს მას არ სძინავს. პაციენტს ვესაუბრებით და მის სხვა ფუნქციებსაც ვამოწმებთ. 10 წლის ბიჭთან დაკავშირებით რა ხდებოდა? ამ ბავშვის შემთხვევაში პრობლემა იყო დისტონია. ეს განსხვავებული დაავადებაა, გენეტიკური დაავადება. ამ პაციენტებს ახასიათებთ ჰიპერაქტიული უნებლიე მოძრაობები. ამ დაავადების ერთადერთი მკურნალობის გზა ტვინის სტიმულაციაა.
იგივე ოპერაცია, რაც პარკინსონის დროს გეცდება. იგივე ოპერაციაა, მაგრამ ელექტროდებს ტვინის სხვა ნაწილში ვდგავთ. პრეპარატით მკურნალობა პირველი 3-5 წლის მანძილზე უნდა ჩატარდეს. ამის შემდეგ თუ პაციენტს არ შეუძლია სიარული, გადაადგილება, აბაზანით სარგებლობა, არ შეუძლია ყოველდღიური საქმიანობის განხორციელება, ჩვენი მულტიდისციპლინარული გუნდი აფასებს მის მდგომარეობას. ჯგუფში შედის ფსიქიატრი, ნევროლოგი, რადიოლოგი, ნეიროქირურგი. თუ პაციენტის მდგომარეობა მედიკამენტით და პირიქით მდგომარეობა თანდათან უარესდება, ტარდება ქირურგიული ოპერაცია. რომელ პაციენტებზე ვერ ვატარებთ ქირურგიულ ოპერაციას? თუ პაციენტს აქვს ფსიქიატრიული დარღვევები, ასეთ დროს ამგვარი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება არ არის რეკომენდებული. ასევე თუ პაციენტი 75 წელზე მეტისაა, ამ ოპერაციას არ ვატარებთ, რადგან 75 წლის ზემოთ პაციენტებში ტვინის ატროფია მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ ტვინის სტიმულაციის ოპერაციას არ ვატარებთ. როგორ ატარებ ოპერაციას? კომპიუტერული ნავიგაციით? ვიყენებთ სპეციალურ სტერეოტაქტიკურ ჩარჩოებს. სტერეოტაქტიკური ჩარჩოს დახმარებით ოპერაციის დაწყებამდე ვიღებთ დეტალურ მაგნიტორეზონანსულ სურათს და ვადგენთ საოპერაციო ზონის 3 განზომილებიან ანატომიურ აგებულებას. შემდეგ ვიყენებთ კომპიუტერულ პროგრამას, რომელზეც ვგეგმავთ ოპერაციას. სად არის ჩვენი სამიზნე უბანი, სადაც ელექტროდები უნდა ჩავაყენოთ. განსაზღვრავთ ტრაექტორიას. წინასწარ ვიცით ყველაფერი, რადგან ამ თანამედროვე ტექნოლოგიებს ვიყენებთ ოპერაციის ჩატარებისას. მაგარია. რა რისკებთანაა დაკავშირებული ეს ოპერაცია და რამდენად მაღალია წარმატების ალბათობა? ტვინის ღრმა სტიმულაციის ოპერაცია ზოგადად ქირურგიულ ოპერაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ოპერაციაა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ქირურგიულ ოპერაციას, მასაც ახლავს გარკვეული რისკები. არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი. ამის ალბათობა მხოლოდ 1%-ია. და მეორე გართულება, რაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამის რისკიც ძალიან დაბალია, არის ინტრაკრანიალური ჰემორაგია, ტვინში სისხლის ჩაქცევა. ამას მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით ვამოწმებთ, სანამ ოპერაცია საბოლოოდ დასრულდება. ხანდახან ძალიან მცირე დიამეტრის სისხლძარღვი შეიძლება გასკდეს, მაგრამ ბოლო 15 წლის განმავლობაში 800-ზე მეტი ოპერაცია მაქვს ჩატარებული და აქამდე საბედნიეროდ სისხლის ჩაქცევის შემთხვევა არ გქონია. რაც შეეხება ოპერაციის წარმატებას, ეს დამოკიდებულია პაციენტის შერჩევაზე. 85-90% შემთხვევებში ტვინის სტიმულაციის ოპერაციის მერე პაციენტის სიმპტომები კონტროლს ექვემდებარება. ასევე მინდა დავამატო, რომ ჩვენ გვაქვს როდესაც პაციენტთან უშუალოდ შეხება, რა თქმა უნდა, ყველა ეს რისკი ემარტება ექიმის მიერ, მაგრამ იმდენად სურთ, რომ დაუბრუნდრან ისინი თავიანთ ფუნქციას, რომ პაციენტების 99% ამ რისკებზე თვალს ხუჭავს და ამ ოპერაციას ირჩევს. სტიმულატორი სადგება? სტიმულატორს ვდგამთ მკერდის არეში, კანქვეში. ამ ახალი სისტემის ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ ეს სისტემა იტენება. ადრინდელ სისტემებში სტიმულატორის დატენვა შეუძლებელი იყო და პაციენტს ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ საავადმყოფოში მოსვლა უწევდა სტიმულატორის გამოსაცვლელად. დღეს კი ამ სისტემის დატენვა შესაძლებელია. დატენვა სადენების გარეშე ხდება. სტიმულატორის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წელია. 20 წელი და 20 წლის მერე ცვლით, მაგრამ ამ 20 წლის განმავლობაში სტიმულატორი იტენება? დიახ, მაგრამ არა ყოველდღე როგორც მობილურს ვტენით. კვირაში მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ 1 საათის განმავლობაში. სასწაული არა? და რა დროის შემდეგ უბრუნდება პაციენტი ჩვეულ ცხოვრებას? ერთ დღეში. დღეს თუ პაციენტს ოპერაციას გავუკეთებთ, მეორე დღეს ის უკვე დაიწყებს სიარულს, დამოუკიდებლად ჭამას და 2 დღის მერე უკვე საავადმყოფოდან გავწერთ. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში ვააქტიურებთ სტიმულატორს და პაციენტს შეუძლია სახლში ჩვეული ცხოვრების გაგრძელება. შედეგებს ფაქტიურად მაშინ ვხედავთ. დიახ, იმავე დღეს ვხედავთ შედეგს, თუმცა ოპერაციიდან 3 თვის თავზე ვხედავთ საუკეთესო შედეგს. სიმპტომების 85-90% მცირდება. არსებობს ახალი ტექნოლოგია, დისტანციური კონტროლი ჰქვია. მაგალითად, პაციენტი საქართველოშია, ჩვენ კი სტამბოლში. მოკავშირდებით ვიდეოზარით და დისტანციურად ვიყენებთ პროგრამირებას. საჭირო არ არის საქართველოდან სტამბოლში ჩამოსვლა. ასევე ნევროლოგებთან გვაქვს ურთიერთობა, ექიმებთან, რომლებთან თანამშრომლობთ და უკვე კონტროლისთვის ჩამოსვლა არ სჭირდებათ პაციენტზე, ქართველი ნევროლოგებს შეუძლიათ ექიმი ასევე ამზადებს ამ ნევროლოგებს როგორ მოუაროს თავის პაციენტებს და მე ვფიქრობ ამ ხრივ ძალიან კარგი კოლაბორაციაში ვართ ქართველ ნევროლოგებთან. დალი, აი რაღაცა ძალიან სწრაფად ვითარდება ყველაფერი, აი არ ვიცი. თან მესამე წელია ამ გადაცემაში და თან ისეთ რაღაცებზე ვლაპარაკობთ, რომ მეც მიკუის და მგონია რომ რაღაც მძინავს. დაინტერესებულ ადამიანებს სად შეუძლიათ რომ გიპოვონ მოგმართონ და როგორ შეიძლება დაკვალიანდნენ, იმიტომ რომ რაღაცა ერთი შეხედვით დაუჯერებელი რაღაც შეიძლება ძალიან ხელშესახები გახადონ, ხო?
ჩვენ ამ სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის ჩვენ არ გვაქვს რაიმე წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში გახსნილი, რასაც მომავალში ვგეგმავთ, თუმცა გვაქვს ჩვენ ჩვეულებრივ ინტერნეტით შეუძლია რომ მედიკალ პარკის აკრეფის შემთხვევაში მოგმართოს ოფიციალურ მეილი არსებობს ჩვენი, ასევე ოფიციალური საიტები არსებობს, რითაც შეუძლია რომ მოგვართოს, ასევე ვცდილობთ რომ უფრო აქტუალურები ვიყოთ საქართველოში, რომ მარტივად გვიპოვრონ და პაციენტმა პირდაპირ კლინიკას დაგვიკავშირდნენ. ნელა უკავ ნერგავთ იმას, რომ პაციენტს არ გაუჭირდეს ჩვენი პოვნა და ჩვენთან კომუნიკაცია. და იდეაში ამ სოციალურ ქსელში რომ გიპოვონ და ქართულად რომ მოგწერონ, პასუხს მიიღებენ კი, ქართულად იღებენ ჩვენს ქართულ სოციალურ ქსელებს მართავს ქართველი, რომელიც პასუხობს, ასევე გვაქვს WhatsApp-ის ნომრები, რომლებსაც ასევე ქართულად გადიან კონსულტაციებს. ჯერ ხდება წინასწარ გადმოგზავნა პაციენტის მონაცემების, თუ ის პაციენტი ნამდვილად არის ამ ოპერაციისთვის მისაღები და არის გაკეთდეს მასზე, ამ შემთხვევაში ხდება მისი დაბარება. წინასწარი კვლევებისთვისაც არ ვიბარებთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ ონლაინ კონსულტაციებით. და ასევე მინდა დავამატო, ესეც სიახლე არის დღეს პარკინსონის თემა გვაქვს, მაგრამ ეპილეფსიის დროს ესეც სიახლე არის, ეპილეფსიის დროსაც უკვე დაინერგა, კეთდება დაახლოებით იგივე მსგავსი სტიმულაცია, ესეც არის სიახლე მიმართულებით. ამ ტიპის ოპერაციებს ვიყენებთ ეპილეფსიის დროსაც. უმეტესწილად ეპილეფსიის მკურნალობა ხერხდება მედიკამენტებით, თუმცა პაციენტების 30% მედიკამენტებით მკურნალობის მიმართ რეზისტენტულია. ასეთ დროს ხანდახან კეთდება ლობექტომია, იკვეთება გარკვეული ნაწილი, მაგრამ ზოგ პაციენტში ხშირად შეუძლებელია მსგავსი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება. ასეთ დროს ჩვენ იგივე ელექტროდებს ვდგამთ ტვინის სხვა სამიზნე ზონაში, ჰიპოთალამუსის წინა ნაწილში. იგივე სისტემას და იგივე მეთოდს ვიყენებთ. შედეგები ძალიან დამაკმაყოფილებელია. ამ ოპერაციის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ტვინის ნაწილის მოკვეთა საჭირო არ არის. არ არის მენინგიტის ან პარალიზების რისკები. ოპერაციის მეორე დღეს პაციენტი უკვე დამოუკიდებლად დადის. 2 დღის მერე პაციენტს საავადმყოფოდ ამწერთ. ეფექტურობა არის ეპილეფსიური შეტევების 75%-ით შემცირება. რამდენად ხშირია საქართველოსთან მომართვიანობა დაუშვათ მსგავსი პრობლემის გადასაჭრელად? მომართვიანობა არის იმ მიმართულებით ხშირი, რაც საქართველოში ან ნაკლებად არის განვითარებული, ან უბრალოდ ტექნიკურიდან გამომდინარე ვერ ხდება მისი განხორციელება საქართველოში. ნეიროქირურგიის მიმართულებით ეს ეპილეფსია, პარკინსონი, ტვინის სტიმულაციის მხრივ მომართვიანობა არის ძალიან დიდი და მიხარია რომ არ არის სხვა ნეიროქირურგიულების მხრივ მომართვიანობა დიდი, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ საქართველოშიც ნეიროქირურგიის მიმართულება დღესდღეობით ძალიან არის განვითარებული. ხოლო ამ მხრივ გვაქვს ძალიან დიდი მომართვიანობა. მკურნალობის ეს მეთოდი რამდენი ხანია რაც დანერგეთ? ეს საქმიანობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში შევისწავლე. უკვე 15 წელზე მეტია ოპერაციებს ვაკეთებ. თუმცა ოპერაციის ეს მეთოდი მედიცინაში 25 წლის წინ დაინერგა. ახალი არ არის? რა თქმა უნდა, ახალი არ არის, მაგრამ არ არის ცნობილი, რადგან მოსახლეობაში ამ ოპერაციის არსებობაზე ინფორმაცია ძალიან მწირია. ძალიან დიდი მადლობა. იქიდან გამომდინარე, რომ თურმე ამ ოპერაციას აქვს საკმაოდ მრავალწლიანი გამოცდილება, უბრალოდ მის შესახებ ინფორმაცია ყოფილა უფრო მწირი, შესაბამისად ძალიან კარგია, რომ ასეთი გამოცდილი მიდგომის დღევანდელი შედეგებიც გაგაცანით და მეთოდიც კი გაგაცანით, რომლითაც ხდება თითქოს რაღაცა რთული რაღაცის მარტივად გადაჭრა. სწორი შერჩევა პაციენტების ყოფილა ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ სწორ ხელში ყველაფერი სწორად იქნება და ეს საკმაოდ შემაწუხებელი დამთრგუნავი პრობლემა, რომელსაც ქვია პარკინსონი, შეიძლება გადაიჭრას აი ესეთი მეთოდიკით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩვენთან. მადლობა თქვენ.